to the gods for giving me birth. I'm a big Flaudini, aka Flawless Sense. Plus 15 წელია საქართველოში ვცდილობ ჰიპ-ჰოპის გავრცელებას, ესთეტიკის, გემოვნების, ხედვის და იმ რეალური ფუნდამენტის, რაზეც ნამდვილად დგას კულტურა. ეს არის პოდკასტი Slick Talk-ი, Slick Talk-ის ინტრო, ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, ვიდრე შემდეგი ეპიზოდები იქნება. ვფიქრობ, რომ საკუთარი ვისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შემიძლია საქართველოში ჰიპ-ჰოპის განვითარებაში და სწორედ აი ამ თემას შევეხებით დღევანდელ ინტროში. საქართველოში ჰიპ-ჰოპი ისეთი პოპულარული როგორც დღეს არის, არასდროს ყოფილა. პრობლემა პოპულარობაში საერთოდ არ არის რა, ეგ კარგი არის. პირიქით, რაც აი ამ პოპულარობამ მოიტანა, რა ხმაურიც ამ პოპულარობას მოყვა, მე მინდა აი ეგ ყველაფერი გავმიჯნოთ. ვინ არიან რეალურად კულტურის ნამდვილი წარმომადგენლები და ვინ არიან უბრალოდ პოზერები და მავნებლები, ერთგვარი მუსიკალური პარაზიტები, რომლებიც ჩემნაირ ტიპს, რომელსაც ვთვლი, რომ პირველ რიგში უბრალოდ მსმენელი ვარ ამ ყველაფერის და ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი. ჩემნაირი ტიპებისთვის ეგ ყველაფერი სადღაც მტკივნეულიც კი არის რა. ეგ ხმაური პოპულარობა მათი იყოს, მაწუხებს ფაქტი თუ რა რაოდენობის ხალხი ჩაითრია ჰიპ-ჰოპში აი ამ პოპულარობამ. და რა გამოვლინებები, რა ფორმები მიენიჭა ახალგაზრდებში ჰიპ-ჰოპს, რა გონია საზოგადოების უდიდეს ნაწილს ჰიპ-ჰოპი. მე რომ მკითხოთ აი ეს უდიდესი რაოდენობა ადამიანებისა, ისინი ცუდი ჰიპ-ჰოპი კი არა, უბრალოდ ჰიპ-ჰოპიც კი არ არის. და ჩემში წულხილს იწვევს მსგავსი საზოგადოების მიერ ამ ყველაფრისთვის კულტურის სახელის დარქმევა და შესაბამისად მათი გავლენა იმ ახალგაზრდა თაობებზე და მარტივად მოწყვლად ტიპებზე, რომლებიც შეცდომაში შეიძლება მარტივად შევიდნენ. ჩვენ ვეცდებით ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს, ჩვენი არც ერთი აქტივობა არ იქნება entertainment-ზე და პოპულარობაზე დაყრდნობილი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მოისმინოს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ჩვენ ვეძებთ რეალურ მუსიკალურ ჭიებს ან იმ ადამიანებს, რომლებზეც შეიძლება აი ამ სიტყვებმა რაღაც დონეზე იმოქმედოს, კითხვის ნიშნები ამოუტივტივდეთ საკუთარ თავში და რავი, პასუხისმგებლობით ვიზახი, რომ შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და ესოთ აქტივობებს. რთული იქნება ალბათ თქვენთვის რომელიმე ერთი აქტივობის თავიდან ბოლომდე მოსმენა, რადგან ეს ყველაფერი საგანმანათლებლოა და შემეცნებითია, თუმცა ერთ ან მაქსიმუმ ორ მსგავს აქტივობას უდაესწრებით, ამ კითხვებზე პასუხი ნათელი იქნება. საქართველოში ჰიპ-ჰოპი, ნახე მე ვამბობ, საქართველოში ჰიპ-ჰოპი და არა ქართული ჰიპ-ჰოპი. ქართული ჰიპ-ჰოპი არ არსებობს. ჰიპ-ჰოპი არსებობს ერთი და ჩვენ მერე აი ამას უბრალოდ ჩვენი სამეთყველო ენით გადმოვცემთ. ეგ ჰიპ-ჰოპს იმ ფორმულირებას არ აძლევს, რომ არსებობს ლიტვური ჰიპ-ჰოპი ან არსებობს ქართული ჰიპ-ჰოპი. ქართულ ენაზე ნასაუბრები ჰიპ-ჰოპი არის ჰიპ-ჰოპი და არა ქართული ჰიპ-ჰოპი. საქართველოში ჰიპ-ჰოპი ესეთი პოპულარული არასდროს ყოფილა, ამაზე რავი, მგონი ვთანხმდებით. პოპულარობაში საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას რა, პირიქით. პოპულარობა უამრავი გაჩენილი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა სწორი გამოყენება. მაგრამ ხდება კი ეგ ყველაფერი ეგრე. აი ამ საკითხს მეტნაკლებად შევეხებით დღეს. პოპულარობა არის ხმაური, რომელმაც
საქართველოს ახალგაზრდების უდიდეს ნაწილზე ვფიქრობ მოახდინა არასწორი მუსიკალური შთაგონება. ამ ახალგაზრდებმა განვითარებისას გამოტოვეს უამრავი საფეხური. ეგ იგივეა რომ სახლის შენება დაიწყო სახურავიდან მაგალითად. ან წიგნის წაკითხვის ნაცვლად შენ უბრალოდ მის ბოლო ფურცელზე გადაშალო და მთელი აი ამ დრამატურგიის გარეშე უბრალოდ ამოცანის პასუხი მიიღო. თუ გინდა რომ ადამიანმა ჰიპ-ჰოპი არა თუ აკეთო, არამედ იცხოვრო ჰიპ-ჰოპი, ამისთვის საჭიროა ბევრი რამ. საჭიროა განათლება, საჭიროა ხედვის ჩამოყალიბება, საჭიროა ესთეტიკის შეგრძნება და რაც მთავარია, საჭირო არის არანორმალურად დიდი რაოდენობის შთაგონებები. საერთოდ ხელოვნების ნებისმიერი დარგი და ალბათ არა მარტო, შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი უმეტესი რამ და ხოლო უშუალოდ ხელოვნებაში ყველაფერი შთაგონებაზე დგას. თქვენ ვერ მოისმენთ ახალს და მით უმეტეს არასდროს გქონდეთ იმის ამბიცია, რომ თქვენ შეგიძლიათ რაიმე ახალი შექმნათ. მაგას ყოველს განათლება. თუ შენ გონია რომ რამე ახალი შექმენი, არა მეგობარო. ეგ ყველაფერი შენ ფანტაზიაშია სიახლე, თორე დარწმუნებული იყავი რომ ეგ ყველაფერი ვიღაცამ ოდესღაც შექმნა. შთაგონების ამბავი იმაში არის, რომ შენ შეგიძლია აიღო ინტელექტუალური შთაგონება, ჩამოიყალიბო ხედვები და ასე შემდეგ. ეს არის ერთგვარი მარაგი ინტელექტუალური, რაც ხელს გიწყობს გემონების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს გიწყობს საკუთარ გონებაში რაღაც პარალელების შექმნაში. აი წარმოიდგინეთ მხატვარი, რომელსაც მხოლოდ ერთი მუზეუმი აქვს ნანახი და მხოლოდ, რავი, ერთი კონკრეტული ფერმწერის ან მხატვარის ნამუშევრები და აი ამ ყველაფრის შედეგად ამ ახალგაზრდა ტიპმა გადაწყვიტა თავადაც ცადოს ბედი ფერწერაში ან მხატვრობაში. მისი ფანტაზია იქნება რავი, ალბათ ნოლი რა. შენი ფანტაზია ვერ გაცდება იმ ტიპის ფანტაზიას, რომლის მუზეუმში გამოფენასაც დაესწარი. ამიტომ საჭიროა არათუ მხოლოდ ჰიპ-ჰოპში ქექვა და ძიება უამრავი მუსიკის, რომლის გარდაქმნასაც და შემდეგ უკვე საკუთარი ხელწერის, ესთეტიკის დამატებას შეძლებ აი ამ შთაგონებაზე, არამედ საჭიროა ჟანრის გარეთ გასვლა და ეს ყველაფერი საბოლოოდ ნიშნავს ყურის ვარჯიშს. რაც შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც კი იყოს თქვენი ჰიპ-ჰოპის ვარგისიანობის ირგვლივ. აი ავიღოთ ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც იკვებება ერთი კონკრეტული იგივე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის ან იგივე უცხოელი ჰიპ-ჰოპ არტისტის შთაგონებით. მხოლოდ ერთზე მაქვს საუბარი. თქვენი შემოქმედება ავტომატურ რეჟიმში ხდება ასლი და იმ სოციუმში თუ წრეში, სადაც შეიძლება ეგ ნამუშევარი შეგიქონ, ეგ არ არის საკმარისი განსაზღვრება, რათა რეალურად ვიფიქროთ უმეტეს შემთხვევაში, რომ თქვენი შემოქმედება თქვენი სოციუმის მიერ დაბრუნებული ფიდბექი რეალობა არის. იცოდეთ, ჩემი რჩევა იქნება, ანუ humbly, ვისაც უნდა გაითვალისწინოს, ვისაც არა, რავი, თქვენ გზაზე გაგიმარჯოთ. იყავით თვითკრიტიკულები, ეცადეთ ურთიერთობებს თქვენზე გამოსtildeულ ტიპებთან, თქვენზე განვითარებულ ტიპებთან და ყოველთვის მათგან მოითხოვეთ კრიტიკა, რადგან კრიტიკა არის განვითარების აუცილებელი ასპექტი. შაქარი მავნებელია.
შაქარს ჯობია რაღაცა ის შენი ინტელექტით აღქმული სიმწარე, რომელიც შეიძლება კრიტიკად რომელსაც კრიტიკა ქვია, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი საკუთარ შემოქმედებაზევე დადებითად აისახება. არ მინდა რომ ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად ჟღერდეს. არაერთხელ მithქვამს საჯაროდ რომ საქართველოში არსებობს არაერთი ღირებული ჰიპ-ჰოპ არტისტი, იქნება ეს პროდიუსერი თუ რეპერი MC, მაგრამ აი ჩვენეული ხედვებით, ჩვენეული დახარჯვით ვეცდებით და ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს ციფრი რაღაც რაოდენობამდე გავზარდოთ. დაუშვათ თუ პირობითად, ძალიან პირობითად თუ ჩავთვლით რომ დღეს საქართველოში კარგი ჰიპ-ჰოპ არტისტი შეიძლება 20 ყავდეს, ანუ რატო არ შეიძლება რომ ეს ციფრი გახდეს 50 თუ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სწორ communities, რომელიც ცდილობს ერთმანეთის განვითარებას საკუთარი ინტელექტით. ეს ყველაფერი აუცილებლად არის მრავალმხრივი და ამ საზოგადოებაში უდიდესი როლი აკისრიათ კარგ მსმენელებს. რადგან კარგი მსმენელი ხშირად უფრო მეტად ერკვევა არა მხოლოდ კონკრეტულ ჟანრში, არამედ მუსიკაში, ვიდრე ის ტიპი, რომელსაც ხელში მიკროფონი უჭირავს. ხელში მიკროფონის დაჭერაზე მარტივი არაფერი არ არის. შენ უნდა გინდოდეს, რომ ჰიპ-ჰოპი იცხოვრო და არა უბრალოდ ჰიპ-ჰოპი გააკეთო, ან უბრალოდ აყვე რაღაც ტენდენციას იყო ხმაურის მსხვერპლი, ან ვერ გაუძლო იმ ელემენტარულ ცდუნებებს, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში იყოს ერთჯერადი და იყოს არასწორი გზით მოპოვებული რაღაც იაფი პოპულარობა და დამიჯერე თუ მსგავსი იაფი გზით შენ მოიპოვე პოპულარობას აი რავი 2 კვირა რო არ გამოჩნდე ეკრანზე აღარავის აღარ ემახსოვრები მოკლედ რომ თქვა quality over quantity აუცილებელია ხარისხი და შენ რავი შეგიძლია ერთი ხარისხიანი ტრეკით ხალხს იმაზე მეტად დაამახსოვრო თავი ვიდრე ტიპები რომლებიც კვირაში ერთხელ ხმაურის ფონზე ჩანან ეკრანებს თუმცა მათი შემოქმედება არ ისწავლება არაფერს არტოვებს დაგონებას და აი გამოსვლას სადმე რო დაამთავრებ მან მთავრდება ყველაფერი ანუ არ აქვს მუსიკალური მემკვიდრეობა, არ აქვს მუსიკალური გავლენა. ჩვენ ასევე ვცდილობთ გავრცელოთ ჰიპ-ჰოპის წინაპარი ჟანრები, როგორებიც არის ბლუზი, ფანკი, ჯაზი, soul-ი, gangsta soul-ი და საერთოდ ბიჭებო, ახალგაზრდებო და ყველამ საერთოდ. აი ეს პატარა თაობები, რომლებიც ჰიპ-ჰოპ ეძახიან რაღაც ბიტზე აგრესიულად წაკითხულ რეჩიტატივს, მაგას ჰიპ-ჰოპი არ ქვია ხალხო. არ მოგატყუონ და არ დაიჯეროთ. ნუ გააჩნია რა თემი ზოგადად არ ფიქრობს რა. თემის გადაწყვეტილება არის რომ არ იფიქროს. და თუ ჩაუღრმავდებით ამ ყველაფერს, უფრო ღრმად ამოქეკავთ მუსიკას, აი გაგიჩნდებათ კითხვა რომ თუ ფანკიში თუ ბლუზში სადაც ესა თუ ის გენიალური შემსრულებლები ზუსტად რომ ბაზრობენ ბიტზე რატომ არ ქვია მაგ ყველაფერს ჰიპ-ჰოპი და რატოა ეგ ფანკი რატოა ეგ ბლუზი იმის თქმა მინდა რომ ან უბრალოდ რეჩიტატივი არ ნიშნავს აუცილებლად emsings არ ნიშნავს rappings როგორც თქვი, ჰიპ-ჰოპთან ერთად ვავრცელებთ წინაპარ ჟანრებს. ჰიპ-ჰოპი აუცილებლად ნაბიჯვარი ჟანრი არის, აი ამ წინაპარი ჟანრების, ამ ძირითადად 4 ჟანრის, გავიმეორებ ესენია ჯაზი, ფანკი, ბლუზი და soul-ი. და
ეს ყველაფერი ემსახურება შემდეგს, რომ კულტურის ყველაზე მარტივი გააზრება არა თუ ხელოვნებაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში, ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც, როგორი განსაზღვრებაც აქვს კულტურას, ეს არის ერთი და იგივე. თუ შენ გინდა რომ კულტურული ტიპი იყო ნამდვილად, ამისთვის პირველ რიგში გჭირდება წინაპრების პატივისცემა. პირველ რიგში გჭირდება ფესვების პატივისცემა. და თუ შენ ამ ყველაფერს იმ დონეზე მოწყდი, რომ გამოტოვე უამრავი საფეხური, შენ რაც არ უნდა მიკროფონში იყვიო, რომ კულტურა ხარ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ანუ რავი, საკუთარ თავს ატყუებთ მაგით. ანუ თქვენი არავის არ ჯერა მაგ სიტყვის მერე. და თუ უბრალოდ თქვენი ამბიცია ისაა, რომ საკუთარ თავს ან რამდენიმე მეგობარს ირგვლივ მოატყუოთ, რომ ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, თქვენი გზა არის, თქვენი არჩევანია და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად კულტურის წარმომადგენლები პირველ რიგში პატივსცემენ წინაპრებს. პატივსცემენ ფესვებს, იმ ხალხს, როგორებიც იგივე ჯაზში იყვნენ, ფანკში იყვნენ და იმ ჩამოთულ 4 ძირითად ჟანრში, რომლებმაც აი ეს გზა გაკვალეს და ვალდებული ხარ ეს ყველაფერი იცოდე, ანუ რა გააკეთეს შენმა წინაპრებმა და როგორ გააკეთეს შენმა წინაპრებმა ეს ყველაფერი, რომ შენთვის შეექმნათ ის რაღაც პლატფორმა, რომელიც დღეს საქართველოში რეალურად მხოლოდ entertainment-ზე დგას, რათა შენთვის უფრო მარტივი გაეხადათ ამ წინაპრებს საკუთარი თავის ამა თუ იმ გზით წარმოჩენა. მგონი უკვე ვთქვი, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მუსიკალური community უდიდეს პატივსცემს მუსიკალურ ჭიებს, რომლებსაც ღრმად უყვართ ხელოვნებაში კექვა და მე მარტო ტრევის სკოტს უსმენ ხალხი არ არის. ძალიან მევასება ტრევის სკოტი, ხშირად ვუსმენდი ტრევის სკოტს, მევასება ფიუჩარ, სპეციალურად ჩამოვთვლი ახლა იმ თანამედროვე პოპულარულ ტიპებს, რომლებსაც ალბათ უმეტესი თქვენგანი უსმენს. ძალიან მიყვარს ეგ ყველა, მაგრამ არ კმარა მხოლოდ ზედაპირზე ამოტივტივებული რაღაცით ყვება. Dream Loop არის სივრცე, სადაც ვატარებთ არაერთი სახის შემეცნებით თუ საგანმანათლებლო აქტივობებს, პროექტებს, იქნება ეს კონკრეტული ჟანრის მიმოხილვა, კონკრეტული ალბომის მიმოხილვა, კონკრეტული ალბომის listening სესია, მართავთ ასევე სემინარებს, ვბაზრობთ იმაზე თუ რა გავლენა აქვს, აი ახლა ჩემ კედელზე წინ ჩამოკიდებულ ფირფიტაზე ვხედავ აიზეკ ჰეისს, ვხედავ დაიან ვარვიკს, რომლებმაც უდიდესი შაგონება მოახდინეს ჰიპ-ჰოპზე და თქვენ საყვარელ არტისტებზე. აიზეკ ჰეისი ალბათ ჯეიმს ბრაუნის მერე ყველაზე გასამფლადი ტიპი არის და სადღაც რაღაც დონეზე, ანუ არც ცოდნა, არც ცოდვა არის, ბაზარი არაა, მაგრამ შენ თუ 3 წლის მერეც იგივე ტიპი ხარ, რაც 3 წლის წინ იყავი, მაგ დროს უფრო მკაცრად განისჯება ალბათ შენი მუსიკალური ინტელექტი და შეგვიძლია ვისწავლოთ ერთად, რომ აიზეკ ჰეისი ყველაზე გასამფლადი ტიპი არის ჰიპ-ჰოპში, შენ შეიძლება მის შემოქმედებას, რავი, აი იასავით ვერ იცნობდე, მაგრამ ეს არის იმ წინაპრების და ფესვების ელემენტარული პატივისცემა, რომელიც სახელის დონეზე მაინც უნდა იცოდე და არა ის, რომ ტიპები, რომლებიც რაღაც პროექტებს აკეთებენ, LL Cool J-ის სახელის თქმაც კი არ შეუძლიათ, main, humbly, respectfully. ამასთან Dream Loop-ში ვცდილობთ დამატებით ახალი პროექტების ორგანიზება გამოტანას და უშუალოდ აი აქ მიმდინარე პროცესების გარდა შემიძლია ახლა დავაანონსო ამ ინტროში პროექტის სახელად Enter the Loop Theory, რომლის განმარტებასაც ალბათ რავი ცალკე რილში ან რავი პირად საუბრებში ვიტყვი.
ეს არის იმ ახალგაზრდა, ზუსტად იმ ახალგაზრდა ძირითად შემთხვევაში ალბათ სასურველია ჩვენთვის no name პროდიუსერები პირველ რიგში, რომლებმაც რავი არაერთხელ მომწერეთ პირადში რომ რეპერებზე რაღაც პროექტები არის, იმაზე რაღაც პროექტი არის და ანუ ჩვენც თითქოს თამაშგარე ვართ და ჰიპ-ჰოპის აი ამ მნიშვნელოვან უაღრესად მნიშვნელოვან ნაწილს თითქოს საკმარისი და საკადრისი შუქი არ აქვს. ვეცადეთ რომ აი ამ პროექტით ერთგვარი შესაძლებლობა მიგვეცა იმ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებსაც მუსიკა ზუსტად აი ამ სიღრმეებში უნდათ რომ იცოდნენ. პროექტის როგორ თქვა პირობა თუ არ ვიცი რა ქვია, არის შემდეგი, რომ ჩვენ Dream Loop-ში ჩვენეული ხედვით ზუსტად ამ ინტელექტით შევეცადეთ რამდენიმე სემპლის მოპოვებას, ამ მოჭრას თუ როგორც ქვია, ერთგვარი სემპლების ფექია ეს ყველაფერი და პლუს დამატებითი ხიბლი ჩემთვის პირადად ამ ყველაფერს ის აქვს, რომ ნებისმიერი სემპლი ქართული 70-იანი, 80-იანი, 90-იანი წლების ბრწყინვალე მუსიკიდან არის წამოღებული. ამით ჩვენ უბრალოდ მიმართულების გარდა, რაღაც კონცეპტის გარდა გვინდოდა რომ ახალ საზოგადოებაში, ახალგაზრდა საზოგადოებაში იმ ქართული ბრწყინვალე მუსიკის მინიმალურ დონეზე მაინც პოპულარიზება მოგვეხდინა, რომელიც ერთის მხრივ დაკარგვას და ასე შემდეგს არ იმსახურებს, მეორე მხრივ ეს შეიძლება იყოს რაღაც ვიღაცისთვის საწყისი წერტილი თუ როგორ უნდა ისწავლო ქექვა და იმ ხალხისთვის რომელიც უკვე საკმარის ქეკავს, რავი, დამატებით არტისტი, რომელიც შეიძლება რაღაც შთაგონების წყაროდ იქცეს. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს, რომ პირობითად აი ამ 10 სემპლიდან საბოლოო ფორმას მივცემთ უკვე რამდენი იქნება ეს სემპლი, პირობითად აი ამ 10 სემპლიდან ერთ-ერთის გამოყენებით მაინც. ანუ ერთ-ერთი მაინც უნდა გამოიყენოთ, არ არის აუცილებელი რომ გამოიყენოთ ყველა ან ასე შემდეგ. ამ 10-დან თქვენი გემოვნებით, თქვენი აი შთაგონებით, რასაც მოგცემთ ეს სემპლი, უნდა შექმნათ ბიტი, ინსტრუმენტალი, რომელსაც მოყვება Dream Loop-ში აქტივობა. აი ამ აქტივობის ფარგლებში ჩვენ რამდენი მსურველიც იქნება პირობითად, რავი, 20-30 პროდიუსერი ერთად შევიკრიბებით, ვეცდებით თითოეული მათგანისთვის გარკვეული ფიდბექის მიცემას, რჩევის მიცემას, ხოლო რაღაც მინიმალური სტანდარტის დაცვით ჩვენ შევეცდებით ამოვარჩიოთ ამ 20 ბიტიდან რამდენიც იქნება აი ამ მინიმალურ სტანდარტს მორგებული ან ზევით. ეს არის პროექტის პირველი ფაზა. მეორე ფაზა უკვე ეხება რეპერებს თუ MC-ებს, ეგ თქვენი გადაწყვეტილება არის, ვინ როგორ პოზიციონირებთ, ანუ შესაბამისად ვინ როგორ ვინ რას შვებით ჰიპ-ჰოპში, მაგის მიხედვით როგორც უწოდებთ საკუთარ თავს, აი ამ შერჩეულ ბიტებზე უკვე გვინდა რომ ახალგაზრდა დამწყებმა ვნებიანმა, რაც მთავარია და ჩვენ მაგას ეგრევე მივხვდებით, ეგ ყველაფერი ვნებიანია თუ არა, ჩაწერონ საკუთარი რეჩიტატივი, წაიკითხონ და მეორე, აი ეს მეორე ფაზა დასრულდება იგივენაირად, რომ მოეწყობა Dream Loop-ში აი ამ პატარა სივრცეში, რომელიც სულ ორი პატარა ოთახისგან შედგება აქტივობა, სადაც გამეორდება იგივე უკვე MC-ების და რეპერების მიმართ ვიქნებით აუცილებლად კრიტიკულები, გავცემთ უკავშირს, რჩევებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება რა დონეზე გაითვალისწინებთ ამას და რა დონეზე არა
და შედეგად ავარჩევთ პირობითად 6, 8 ან 10 ბიტს, რომელზეც უკვე გვექნება რეჩიტატივი წაკითხული, ფინალური ღონისძიება ამ ყველაფრის გულისხმობს იმას, რომ შევქმნით ღონისძიება, სადაც წარუადგენთ აი ამ ნამუშევრებს, ამ პროექტს Enter the Loop Theories, აი ამ რამდენიმე კომპოზიციას უკვე დავიტანთ CD-ზე და ეს CD იქნება აუცილებლად ლიმიტირებულ ვერსიაში და არ იქნება გაყიდვაში ჩაშვებული. გვინდა რომ ეს ყველაფერი საიმიჯო იყოს და სანიმუშო იყოს, თუ როგორ იქნება რეალურად კულტურა, როგორ შეგვიძლია ჩავდოთ wisdom in it და არ იყოს მხოლოდ entertainment-ზე დაფუძნებული ყველაფერი და იმის ყვირილი რომ ჩვენ აქ კულტურას ვამკვიდრებთ და ასე შემდეგ. რაც უფრო ნაკლები იცი, მით მეტი თქმის უფლებას აძლევ ადამიანი შენ თავს. პოდკასტის პირველ სრულყოფილ ეპიზოდში უკვე ვისხდებით ორნი და ვისაუბრებთ მუსიკაზე ხალხო. მუსიკაზე ირგვლივ არავინ არ საუბრობს, ყველა საუბრობს რაღაც მე ის გავაკეთე, მე ის გავაკეთე, აი მე. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ეკრანებს თუ კადრებს მიღმა დარჩენილი ტიპების აი ამ ფორმატში გამოჩენა, რომლებზეც რეალურად ვთვლი, რომ ეკრანებზე მყოფი უმეტესობა საზოგადოებაზე ბევრად მეტი იციან მუსიკაზე და ეს ხალხი უბრალოდ არ ჩანან და არიან კადრს მიღმა რა. გავიმეორებ, რომ მიკროფონი ან ხელში მიკროფონიანი ტიპის ფეტიში, ანუ რავი, როდემდე ხალხო, რასი გიჟი არის ყველაფერი. მოკლედ რა, ვისაც მოგწონთ იდეურად Enter the Loop Theories პროექტი, მოგვაწვდინეთ ხმა, გაგვაგებინეთ Hit Us. ან რავი, Daily Hip Hop News-ზე შეგიძლიათ მოგწეროთ, Dream Loop-ის Instagram-ზე შეგიძლიათ მოგძებნოთ, დაგვსერჩავთ, შემდეგნაირად Dream Loop Community მარტივად და რავი, ვცდილობთ მუსიკალური კოლექტივის ჩამოყალიბებას და შეიძლება ეს იყოს რაღაც ჩვენი პირველი გადაკვეთის წერტილი და ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო ბევრ პერსპექტივას ტოვებდეს. პირველი ნაწილისთვის, ინტროსთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო I'm a big Flaudini, aka Flawlessence, ეს არის Dream Loop-ი, პოდკასტის Slick Talk-ი, პირველი ეპიზოდი და რავი, რაც მთავარია, spread love and spread knowledge. I said spread love and spread knowledge.